სახელითა მამისაითა და აზისაითა და სულისაწმინდისაითა. მადლობა ეპარქიის მმართველ ეპისკოპოს მეუფე დიმიტრის მამებს, რომ მეძლევა ხოლმე პერიოდულად აქ ჩამოვდივარ თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ეს და იმიტომ რომ ჩვენ აი ესეთი ერთობით, ერთად ზიარებით და მე საუბრით კიდევ მეტად ვცდილობთ, რომ ჩვენი ერთობა იყოს ქრისტეს მიერი და ეს ერთობა კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს. ამიტომ ყოველწლიურად გვიხდება ასე ურთიერთობა თქვენი კუთხევით და მეუფის კუთხევით. სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. წმინდა წერილი ძალიან ღრმაა. ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ ხოლმე მამების დამეთანხმებიან ეკლესიის მრევლის წევრებს, ქრისტეს სულიერ შვილებს ყოველთვის ვთხოვთ, რომ წმინდა წერილთან გვქონდეს მუდმივი ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს არის აი რომელიმე თქვათ გენიოსის ნაწარმოები რო ავიღოთ, მათი ამოწურვა შეუძლებელია, იმიტომ რომ გენიოსი შექმნილია. და წმინდა წერილი მით უმეტეს, იმიტომ რომ ღვთის სულით აღბეჭდილია და ღვთისმსულიერია, მადლის წყაროა. და ამიტომ შეუძლებელია მისი ამოწურვა და ამიტომ რაც უფრო მეტად და მეტად ჩავღმავდებით წმინდა წერილს, უფრო მეტი და მეტი სულიერად სარგებელი საზდო ამოვა იქ ჩვენგან და მეტად და მეტად ჩაგვაღრმავებს იმ სულიერ სიბრძნეში, რომელიც ესე ჭირდება თითოეულ ჩვენთანგანს. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიაში ხომ არა ვართ იმისთვის მოსულები, რომ უკეთესები გავხდეთ. ხომ იცით ეს, ხომ ვიცით ეს. ჩვენ ეკლესიაში არა ვართ მოსულები, რომ კარგები გავხდეთ. არამედ ჩვენ ეკლესიაში მოსულები ვართ იმისათვის, რომ ღმერთნი გავხდეთ. ეს არის საკუთრივ მართლმადიდებლობა. არა უბრალოდ ღვთის მსგავსნი. თორე ღვთის მსგავსება ეს ხო დავალება ღვთისაგან, არამედ მადლით ღმერთნი. აი ეს თვითონ ეს მართლმადიდებლობა საოცარ სიმაღლეზე, მართლმადიდებლობა საოცარ სიმაღლეზე აყავს ადამიანი. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ღვთის ბუნების თანაზიარნი უნდა გავხდეთ. ამიტომ თუ ჩვენ აი ამ კუთხით, როგორ გავხდეთ ღვთის ბუნების თანაზიარნი და როგორ მოხდეს ისე, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის გამაერთიანებელი თავად ღვთის მადლი, ანუ თავად ღმერთი იყოს და ჩვენი პიროვნება თავის რეალიზებას ახდენდეს როგორც ღმერთი, იმიტომ რომ ღვთის მადლი იქნება ჩვენში. გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, ცოცხალი მე კი აღარა ვარ, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე. ეს მეტაფორა კი არ არის. ეს არის რეალობა, რომელშიც ადამიანი უნდა იმყოფებოდეს. და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდგომ უკვე კითხვა უნდა დავსვათ, კი მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო ამისათვის, რომ ეს ჩემში განხორციელდეს. და წმინდა წერილი ამ მიმართულებით უნდა ვიკითხო, ამ მიმართულებით უნდა ვილოცო. ამ კუთხით უნდა ჩაუღმავდე მე და უამრავ პასუხს გავიგებთ წმინდა წერილიდან და განსაკუთრებულად როცა მას გვაწვდის წმინდა ეკლესია ლიტურგიის დროს. აი დღესაც საინტერესო სახარებაა ძალიან. ეს არის იგავი, ხო? გახსოვთ ეს იგავი ალბათ, ხო უსმენდით? ხო. ესე იგი, როგორ ესე იგი არის ბატონი, ანუ რომელიც რა თქმა უნდა უფლის სახეა, რომელსაც აქვს ვენახი და როგორ გადასცემს ამ ვენახს გამზადებულს, თქვათ, ვენახის მუშაკებს და შემდეგ რა ხდება, გახსოვთ, რომ როგორ სურთ, რომ ეს ვენახი მიითვისონ და არავის არ უსმენენ. აგზავნის სხვადასხვა ადამიანებს, ხო, არავის არ უსმენენ და ბოლოს შვილს აგზავნის და შვილსაც კლავენ და мотиваცია რა არის? რატო არ უსმენენ? რატომ არ კლავენ? გასაგებია, სიმბოლური სახეა, ხო, უფალი წინასწარმეტყველებს აგზავნი და მერე თავის ზე გამოაგზავნა. რატომ არ უსმენენ? რატომ მოკლეს ძე ღმერთი? მიზეზი რა არის? გახსოვთ ქრისტე როგორ ეუბნება თავის კვლელებს, რომ ეხლა არის თქვენი ჟამი. ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი დროა, მისია ეს ყველაფერი და ის არის გამკარგველი, ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს, ახლა ამ მიზეზებს მე არ ჩაუღმავდები, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს ეს სურს, თავისი ნებით იცხოვროს. ჩვენ როცა სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, ამას ძირშევა ვეწინააღმდეგებით. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი ლოცვა, რომელიც ჩვენ გვასწავლა, განკაცებულმა ღმერთმა მამაო ჩვენოა. და უფალი მანამდე ამბობს, რომ წარმართებივით თქვენი რელიგიური ცხოვრება წარმართებივით არ იყოს, რომლებიც სულ რაღაცას ითხოვენ. წარმართული სულისკვეთება, წარმართული რელიგიურობა ეს არის, რაღაცას ითხოვენ. ვისგან? ღვთაებისგან, ღმერთისგან. ამ დროს ღმერთი არის არა მიზანი, არამედ საშუალება. მაგრამ მართლმადიდებელისათვის არასოდეს არ უნდა იყოს ღმერთი საშუალება. ღმერთი ყოველთვის მიზანია ჩვენთვის.
და იმ ამაო ჩვენო სწორედ აი ამის გამოვლინებაა ღმერთი როგორც მიზანი. და მე როგორც არა ამ სოფლის მოქალაქე, არამედ ზეცის მოქალაქე, იმ პირველივე სიტყვიდან, როცა მე მამას ვეუბნები, ამით მე ეს რა თქმა უნდა გარკვეულად კადნიერებაა ძალიან დიდი. ანუ მე ნახეთ რაზე მაქვს პრეტენზია, რომ მე შენი შვილი ვარ. და რომ ჩემს გულში შენს გარდა არაფერი წმინდა არ არის. რომ შენი სამეფოდ ეხლავე მინდა დამკვიდრდეს ჩემში და მე მინდა იყოს არა ჩემი უკეთური ნება, არამედ ნება შენი. ანუ არა ის რომ ეს სამყარო ჩემში ეს სამყარო ჩავიგდო ხელში და ღმერთი მოვკლა ჩემში და როგორც მინდა ისე მოვიქცე. არამედ მე შენი შვილი მინდა ვიყო. мотивация ეს არის ყველაფრისა და ლოცვისა. აქედან გამომდინარე, ბავშვი ცოდოა, ხო смокავს და. აქედან გამომდინარე, ეს ამ იგავს თუ ამ კუთხით შევხედავ, ძალიან საინტერესო ხდება ჩემთვის. ბატონშორის მე-20 საუკუნეში გახმოვანდა კიდევაც ერთ-ერთი ფილოსოფოსის მიერ, რომ ღმერთი მოკვდა. დიახ, ჩვენ მოვკალით. თანამედროვე კაცობრიობა მოკლა თავის თავში ღმერთი, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩვენ არ გვეხება მამაო, ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვეხება სამწუხაროდ, ყველას გვეხება. ერთსა თუ ბერს. იმიტომ რომ ჩვენში ამასოფლის სული ძალიან ძლავრობს. ძალიან ძლავრობს და ჩვენ შეიძლება თეორიულად ვიფიქროთ კიდევაც, რომ დიახ, ჩვენ ღმერთის შვილები უნდა გავხდეთ, მაგრამ ძალიან ხშირად არ კი ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. და უფალი ამბობს შემდგომ რომ აი გახსოვთ ლოდი ლობერიც შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა როცა ბოლოს სრულდება ეს საკითხავი. ანუ ამ შემთხვევაში ლოდი რომელიც კრავს იმ კუთხის კედლებს რომელიც ქრისტეს სიმბოლოა რომელიც ვისაც დაეცემა ეს ლოდი გაისრისება ვინც ამ ლოდზე დაეცემა ის დაიმტრევა ანუ ქრისტე როგორც წყალგამყოფი ჩვენი ცხოვრების ქრისტე რომელიც არ იძლევა საშუალებას იყოს ანახევრო ქრისტიანი. ქრისტე რომელიც არ იძლევა საშუალებას კონდეს რელიგიური ცხოვრება ქრისტეს გარეშე. ქრისტე რომელიც არ იძლევა საშუალებას იყო ისეთი ქრისტიანი რომ არ იყო ღმერთისკენ განხთობის მსურველი. ქრისტე რომელიც არ იძლევა ჩვენ სულიერ ცხოვრებაში იმის საშუალებას რომ ჩვენ სული წმინდა არ მოვიპოვოთ ჩვენში და ისე ვიყოთ ქრისტიანები. ქრისტე რომელიც არ იძლევა ჩვენს ქრისტიანობაში იმის საშუალებას რომ ქრისტეს არ დავემსგავსო და ჩვენში ქრისტე არ ცოცხლობდეს. მაგრამ კითხვა ჩდება, კი მაგრამ ეს ყველაფერი როგორ გავაკეთოთ? და საერთოდ ყოველთვის 60 ქულო არის ხოლმე თანხმედრის შინაარსობრივად სახარებისა, რომელიც იკითხება წირვის დროს და 60 ქულო ყოველთვის განმარტავს წმინდა წერილს. ფაქტობრივად 4 სახარება, რომელიც დაგვიტოვა უფალმა თავის მადლით და 60 ქულთა წერილები, რომლებიც არიან პირველი განმარტებლები სახარებისა. სახარება, რომელიც მეუბნება, რომ ღმერთი უნდა გავხდე და 60 ქულო, რომელიც მასწავლის თუ ეს როგორ გავაკეთო. აი დღესაც პავლე მოციქულის სიტყვები გახსოვთ, ხო? თუ შემეშალა, მე ვეცდები გავიხსენო, რომ პავლე მოციქული ესე იწყებს თავის ეპისტოლეს დღეს აი ბამები თუ შემახსენებენ როგორ დავიწყეთ ეპისტოლე მღვიძარენი იყავით თუ არ ვხვდები ესე ამბობს მღვიძარენი იყავით მტკიცე დექით სარწმუნოებასა ზედა ხნე იყავით და განძლიერდით და ყველაფერი თქვენი სიყვარულით იყავ აი ეს სიტყვები მთლიანად განმარტავს უკვე აი ამ იგავს რომ ეს იგავი არ არის რაღაც უბრალოდ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე არამედ ეს ჩვენ შინაგან მდგომარეობაზეა იმიტომ რომ ის ყანა რომელიც ის ვენახი რომელიც უფალ უბრალოდ არა ყანა არამედ ვენახი რომელიც უფალმა დაგვიტოვა ჩვენი შინაგანი სამყაროა ჩვენი გულია ეს წინასწარმეტყველები ის ღვთის სიტყვა რომელიც ჩვენ მუდამ გვესმის და რომელსაც ჩვენ არ ვიღებთ და საბოლოო ჯამში ჩვენ თუ ამ ყველაფერს ესე ვიქცევით ცუდად ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენი გულიდან გავდევნით ქრისტეს და ყალიბდებით ფარისევლებად, რომლებსაც აქვს ჰქონდათ რელიგიური ცხოვრება, მაგრამ ქრისტე არ ყავდათ გულში და ვერ დაინახეს. და აი ეს პავლე მოციქულის ეს სიტყვები სწორედ მიგვანიშნებს, რომ ჩვენ გულზეა საუბარი და პირდაპირ გვეუბნება ამ ეკლესია, ამ იგავის განმარტებისათვის, რომ ვიყოთ მღვიძარები. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურ მღვიძარებაზე არ არის საუბარი. აქ არის მღვიძარებაზე, როდესაც მე ვცდილობ, რომ ჩემი გული არასოდეს არ იყოს გონების კონტროლის გარეშე. რომ და ეს კონტროლი არის არა უბრალოდ კონტროლი ადამიანური ნებისყოფით, არამედ იქვე გვეუბნება, რომ მტკიცე იყვენით სარწმუნოებაში. სარწმუნოება თავისთავად ცხადია ქრისტეს მიერ. სარწმუნოება, ხოვეთ. სარწმუნოება, რომელიც ქრისტეს სარწმუნოება, რომელიც ნიშნავს, რომ
რომ ვიყო ქრისტეს ერთგული. სარწმუნოება, რომელიც ნიშნავს, რომ მე გულში და სულში მოვიპოვო მადლი სულისაწმინდის. სარწმუნოება, რომელიც ნიშნავს, რომ ჩემს გულში დამკვიდრდეს მამა, ძე და სულიწმინდა, როგორც იონე მოციქული მასწავლეს. სარწმუნოება, რომელიც ნიშნავს, რომ ჩემი გული არ განსხვავდებოდეს ზეცისგან, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი მასწავლეს. ხედავთ, რამხელა სიღრმეებია, საკეთებელი თუ მე მორწმუნე ვარ. არ შეიძლება ადამიანი იყოს მორწმუნე და ის ქრისტეს არ იცნობდეს. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი, ერთ-ერთი უდიდესი მისიონერი, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულის, ანუ ისიხაზმისა, სილვან ათონელის მემკვიდრე მიტროპოლიტი ორთოსლახოს პირდაპირ ამბობს. დღეს ეს ტენდენცია, სამწუხარო ტენდენცია გავრცელებულია. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ პირველ რიგში ჩვენში, სასულიერო პირებში, ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ეს მიტროპოლიტი ეს ბრძანებს, რომ საუბრობენ, საუბარი ქრისტეს შესახებ, როცა ჩვენ მას არ ვიცნობთ, ეს არის ძალიან საშიში ადამიანებისათვის, იმისთვის, ვინც საუბრობს ქრისტეზე და იმისთვის, ვინც ისმენს. ეს პრობლემა დღეს სერიოზულად დგას. ამიტომ სარწმუნოება, და სიმონახალი ღვთისმეტყველი ცნობილი სიტყვები, რომ თუ ადამიანს არ აქვს ცოცხალი განცდა ღმერთისა თავის თავში, ის ქრისტიანი არ არის. ანუ რწმენა ნიშნავს იმას, რომ ჩემს გულში, ჩემს სულში უნდა დამკვიდრებული იყოს ქრისტე, როგორც რეალური ღმერთი, რომელსაც მე უნდა ვგზნობდე და განვიცდიდე, რომელიც უნდა იღებდეს ნაყოფებს და ნაყოფიდან უმთავრესი არის ის, რომ მე ვემსგავსები ქრისტეს. მე გამომაქვს ის სულიწმინდის ნაყოფები, რომელსაც შემდგომში პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეს მეხუთე თავში აყალიბებს, თუ რა არის ნაყოფი სულისაწმინდის. შემდგომში პავლე მოციქული აგზელებს, რომ ხნე იყავით და განძლიერდით, ანუ იმას, რომ მე ჭეშმარიტი სარწმუნოება მქონდეს, ჭირდება ბრძოლა, ხნეობა და სიძლიერე, ანუ მეომრის ფსიქოლოგია, ფსიქიკა უნდა ქონდეს. ადამიანს ჩვენ ხედარნი ვართ ქრისტესი და თუ ადამიანი ესე არ იქცევა, თუ ადამიანი არ იბრძვის საკუთარი დაცემული ბუნების წინააღმდეგ, იმისათვის რომ გული განიწმინდოს, მაშინ ადამიანს შეუძლებელია ქონდეს ჭეშმარიტი რწმენა. და შემდგომში ეს ყველაფერი ესე გვირგვინდება, რომ ყველაფერი იყოს სიყვარულით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის მებრძოლი, ადამიანი არის გმირი, ადამიანი თავგანწირვაზე მიდის, მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულით, ანუ ეს ყველაფერი ქრისტეს გარეშე არ ხდება, იმიტომ რომ ქრისტესთან ერთად შესაძლებელია სიყვარული ჭეშმარიტი და ქრისტეს გარეშე სიყვარული შეუძლებელია, იმიტომ რომ თავად ქრისტეა განკაცებული სიყვარული. და როცა ჩვენ ასე ამ კუთხით ვეცდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე სიღრმისეულად კიდე არ გვისაუბრეთ, როცა ჩვენ ამ კუთხით ვეცდებით, რომ დავინახოთ წმინდა წერილის თითოეული საკითხავი, რომელიც ჩვენ გვეწოდება ეკლესიის მიერ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დიდ სარგებლობს ვნახავთ. და კონკრეტულად ვნახავთ სარგებლობას, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენში განხორციელდეს. ანუ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ სულში ქრისტე უნდა მოვიპოვოთ. როგორ უნდა მოვიპოვოთ ქრისტე? რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? და მართლმადიდებლური ტრადიცია ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, როგორც ამბობენ ფიგურალურად, ველოსიპედი თავიდან არ გამოვიგონოთ. ეს არის მადლთან ხშირი ერთობა და ეს არის გონიერი ლოცვის სწავლა. ანუ ის სიხასტური სული, რომლის გარეშეც მართლმადიდებლობა უბრალოდ წარმოუდგენელია. მე წეგანაც თქვი, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კი არ ვბაძავთ უბრალოდ ქრისტეს, ვბაძავთ კიდევაც, ვბაძავთ ჩემ დაიქმნით, პავლე ამბობს, როგორც მე ქრისტესა, არამედ ჩვენ ცხოვრობთ ისე, რომ თავად ხვდებით როგორც ქრისტენი. აი მაგალითად იონე მოციქული ამბობს, თუ შენ გინდა ქრისტიანი იყო, უნდა ისე იცხოვრო, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ შენ გინდა ქრისტიანი იყო, ისე უნდა აზროვნებდე, როგორც ქრისტე აზროვნებდა. უნდა ვგავდეთ ქრისტეს ყველაფრით. იმიტომ გახდა ღმერთი ადამიანი, რომ ჩვენ გავხდეთ ღმერთი და ამის შუქურად შეიძლება ასე ითქვას, წინამორბედად, როგორც დღეს ასევე მეორე სამოციქულოში აღმოვიკითხეთ, ჩვენს წინამორბედად, ჩვენს გზამკვლევად, სწორედ განკაცებული ღმერთი მოგვევლინა. და ერთ-ერთი მთავარი, რაც გითხარით, ეს არის მადლით აღშენებლობა, რისი, ან ვისი. ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვეზიარებთ ჩვენი ინდივიდუალური გადარჩენისათვის. არ არსებობს ქრისტიანობაში ინდივიდუალური გადარჩენა. ქრისტიანობაში არსებობს პიროვნული გადარჩენა და პიროვნული გადარჩენა მეტ განსხვავდება ინდივიდუალური გადარჩენისა. როგორ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ ინდივიდუალისტურ, ეგოისტურ, რელიგიურ გზნობებზე, როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ვეზიარები არა მარტო მე, არამედ შენც და როცა
ეკლესია, რომლის ნაწილიც მე ვარ და ვაღიარებ, ეკლესია ქრისტეს სხეულია, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის. და ამიტომაც ჩვენ როცა წირვაზე მოვდივართ არა იმისათვის, რომ უყუროთ თუ როგორ შენდება ეკლესია, ანუ ქრისტეს მისტიური სხეული. არამედ ჩვენ წირვაზე მოვდივართ იმისთვის, მეგობრებო, რომ ჩვენ თანამონაწილენი ვიყოთ ამ აღშენებლობისა. თანამონაწილენი, ცოცხალი აგურნი შეიძლება ასე ითქვას, ცოცხალი უჯრედნი. და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარი ხდება. მე როდესაც ჩვენ შეიძლება მოვიდეთ წირვაზე, კვირადღეა. კვირადღე არ შეიძლება წირვის გარეშე გაგვიგია. რომელი წირვის გარეშე? როცა ჩვენ სპექტაკლის მაყურებელი ვარ, არამედ არ შეიძლება წირვაზე, წირვის გარეშე კვირადღეს, ეს ნიშნავს იმას, რომ მე აღშენებელი ხდები ქრისტეს მისტიური სხეულის და თანამონაწილე ხდები. ამიტომ ჩვენ გონებაშიც კი არ უნდა დაუშვათ თუ რაიმე ძალიან ობიექტური მიზეზი არა გვაქვს, რომ კვირადღეს უზიარებლები ვიყოთ. ამიტომ როცა თქვა ჩვენ ხედავთ ხოლმე სამრევლოში, როცა ხედავთ ადამიანებს, რომლებიც არ ეზიარებიან, უბრალოდ გაუგებარია ეს. არაფერ არ შეიძლება ამის გაკეთება. მე ვიცი ეს ტენდენცია როგორ არსებობს ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად ანტიქრისტიანული ფენომენი, როცა ადამიანი დგას წირვაზე და არ ეზიარება. განსაკუთრებულად ის ადამიანები, რომლებიც მსახურებენ, თქვა ეხლა მე არავის ხელს არ ვატებ, მე დავინახე რომ მე დავითნე ეზიარებს. საერთოდ ზოგადად გალობლები, მე დავითნების, ტიხაროსნები და წარმოგიდგენიათ ამ გალობელი გალობს, ან მე დავითნე კითხულობს. ყოველი მისი სიტყვა ხომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა ქრისტეს შეუერთდეს. და მე ეს იმას გავს, დასრული ადამიანი რო ინათლება და ამბობს, ან კიდე თქვათ ის ნათლია, რომელიც პატარა ბავშვი დგას. და რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვს ეკლესიური ცხოვრების დაწყებისა და ამბობენ შეუდგები ქრისტეს, უკვე შედგომილოა ქრისტეს. ანუ სრული სიყალბე და იმ წმინდა ადგილას სადაც ნათლობა ხდება. ასეთივე სიყალბის თანამონაწილენი შეიძლება ხდებით, როცა ჩვენ მსახურობთ ეკლესიაში და არ ვეზიარებით. და კიდევ ერთი თქვა, შეიძლება მრევლის წერმა თქვა, რომ მე არც მე დავითნე ვარ, არც გალობელი ვარ, არც ტიხაროსანი ვარ. რა მოხდა და არ ვეზიარებით. შეუძლებელია ჩვენ ვიყოთ წირვაზე თანამონაწილეობის გარეშე. თითოეული ჩვენთაგანი მარტო მღვდელი არ წირავს მარტო. წირავს თითოეული თქვენთაგანი მღვდელთან ერთად. და ამიტომ ჩვენ ყველანი ერთად ვწირავთ უსისხლობს ხوارთ ჩვენი გულები უერთდება მღვდლის ლოცვებს და ჩვენ ყველანი თანამონაწილე უნდა ვიყოთ ამ აღშენებლობისა, ეკლესიის მისტიური სხეულისა და შესაბამისად უნდა ვეზიარებოდეთ. და თუ ეს არ ხდება, არის არაჯანსაღი მდგომარეობა და ეს აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ჩვენში. და კითხვაც ჩდება შემდგომი უკვე. როცა ადამიანი არ ეზიარება კვირას, რატომ არ ეზიარება? თუ მას ობიექტური მიზეზი არა. თუ მიზეზი მხოლოდ სუბიექტურია, ან დაეზარა, ან თავი უღირსად ჩათვალა. რას ნიშნავს უღირსობა ზიარების დროს? ან რას ნიშნავს მე ვარ ღირსი ზიარების? როგორც კი ჩვენ ესეც გავრცელებულია, ვიცი. მე უღირსი ვარ, იმიტომ რომ რაღაცა თქვა არ არის ლაპარაკი მძიმე ცოდებზე, გასაგებია, ხო, ამას ჩვენ ვხვდებით. როცა ადამიანი თავის თავს დიაგნოზს დაუსვავს, კი, მაგრამ ღირსი როდის ხარ? როდის ხარ შენ ღირსი? რომ ქრისტეს შეუერთდე. თუ არის ესეთი წამი ჩვენ ცხოვრებაში, როცა ჩვენ შეგვიძლია, მე ღირსი ვარ, კაცო და ეხლა უნდა ვეზიარო. გესმით, რა სიმახინჯე შეიძლება მომიტანო შინაგანად აი ამ განწყობამ, რომ არა მე დღეს ღირსი არა. ხოლო თუ მე დავიზარე ღვთისძიება, წინა ღამე თუ დავიზარე ღვთისძიება, მაშინ რაღა ქრისტიანი. იმიტომ რომ მე ხო ყოველ ღამე ქრისტეს უნდა ვეძებ. და აი ეს მადლით აღშენებლობა, როცა მოგვაკლდება, ეს არის ერთი პრობლემა სერიოზული და მეორე პრობლემა. როგორ მივიღო მადლი და როგორ შევინარჩუნო, თუ მე მიზან მიმართულად არ ვეძებ ქრისტეს ჩემს ყოველ დღიურობაში, ყოველ წამიერებაში. გახსოვთ დიდარი ჭაბუკის იგავი, გონი წინა კვირას იყო, ხო ეს საკითხავი. როდესაც უფალს ეუბნება, რომ რა გავაკეთო, რომ ცხონდეო და ცნებებს ჩამოუთვლის. გარეგანცნებებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია, ხო, თავისთავად ცხადია. და ერთი რამე გაკლიაო, რომ მე გამომყვეო და როგორ ეუბნება უარს დიდარი ჭაბუკი. გახსოვთ, ხო? რომელ სიმდიდრეზეა ლაპარაკი. აქ იმ სიმდიდრეზეა ლაპარაკი, როცა იყავ ნება შენის მაგირად, ჩემი ნება მაგ და ჩემ გულში და წმინდა იყავ არა სახელიშინი, არამედ ყველაფერი ის, რაც დანარჩენი ამ ქვეყნიურია. არა ცუდი, არა ცოდვა თავისთავად. კარგი, მაგრამ არა ქრისტე. ყველაფერი კარგი, მაგრამ ქრისტეს გარეშე. და ჭაბუკი როგორ უარს ამბობს. ანუ ჩემს გულში ქრისტეს გარეშე არაფერი უნდა იყოს. შეუძლებელია მე გავყვე ქრისტეს თუ ჩემ გულში ქრისტე არ არის.
კი მაგრამ რა გავაკეთო ამისათვის და კიდევ მეორე ჩვენ არ გვიწევს ველოსიპედის გამოგონება ის სიხასტური სულისკვეთება რომელიც არის საკუთრივ მართლმადიდებლური საკუთრების კათოლიკებსაც არ აქვს და არავის არ აქვს ეს ის გონიერი ლოცვის სწავლა როცა მე ვცდილობ რომ ჩემი გონება გაერთიანდეს ჩემს გულთან ნებისყოფის ძალით ეს რა თქმა უნდა პრინციპში შეუძლებელია მაგრამ მე ამას ვცდილობ და დუღაბად რომ ჩემი ნება, გონება და გული გაერთიანდეს და ჩემი არსება გამთლიანდეს, დუღაბად ვიყენებ იესო ქრისტეს ყოვლის შემძლე სახელს, რომელიც სახელის წინაშე, როგორც წმინდა პავლე მოციქულია, მეუბნება მოდრკების ყოველი მუხლის ზეცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში. იესო ქრისტეს განკაცებული ღმერთის სახელს ძალუც ჩემი არსების გაერთიანება. და მისი მოხმობა მე მომცემს ბოლოს და ბოლოს იმის საშუალებას, რომ ჩემი გულიდან ყველაფერი განიდევნოს და დარჩეს ქრისტე და წმინდოს ჩემი გული და ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილო. ეს არის გზა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ასეთ შემთხვევაში ჩემი ვენახი რომელიც აქ ამაქვს, ჩემ ვენახში მე არ მოვიქცევი ისე უკვე მერე რომ ყურადღება არ მივაქციო ღვთის სიტყვას რომელიც მე ჩემი ცხოვრებით მესაუბრება. ყოველ ნაბიჯზე მესაუბრება მე ღმერთი და მე არ მოვიქცევი ისე რომ ქრისტე ჩემი გულიდან გავდევნო გარეთ და ჩემთვის ქრისტე აღარ არსებობდეს, ანუ მოკვდეს, არამედ პირიქით ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი გონება ცდილობდეს, რომ გულში ქრისტესთან ერთად იყოს სულ და რომ იყოს სულ, ამისათვის მე გამოვიყენებ იმ საოცრებას, რასაც გონიერ ლოცვის სწავლა ქვია და დავიწყებ გონიერ ლოცვის სწავლას და არ დაველოდებ იმას, რომ მე ბერი არა ვარ, მე მონოზონი არა ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტეთი ცხონდება, ერისკაციც სასულიერო პირიც და მონოზონი და ქრისტეს გარეშე ვერც ერთი ერისკაცი ვერ ცხონდება. ღმერთი შეგვეციოს რომ ჩვენი გული გადაქცეული იყოს იმ ვენახად, სადანაც ქრისტეს არ განდევნია და სადაც მარადიულად იქნება ჩვენი მარადიული სიხარული, ჩვენი მარადიული სიცოცხლე განკაცებული იესო ქრისტე. ამინ. მადლიუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.